ძვირფასო მაყურებლებო, მოგესალმებით. დღეს მნიშვნელოვან საკითხს გამიხილავთ თქვენთან ერთად. შეეხება შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის წლიურ რისკების დოკუმენტს, რომელიც შედგენილია მთლიანი ამერიკული სადაზვერვო საზოგადოების მიერ. ამ საზოგადოებაში შედის 20-ზე მეტი სხვადასხვა სადაზვერვო ორგანიზაცია შეერთებული შტატების და მოიცავს უმთავრებს სტრატეგიულ საკითხებს მსოფლიო მასშტაბით, რომელიც აწუხებს სწორედ შეერთებულ შტატებს და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ამ საკითხის განხილვა. თავიდანვე უნდა თქვათ, რომ ეს დოკუმენტი არ მოიცავს მაგალითად საქართველოს, ანუ ხსენება ჩვენი ქვეყნის ამ დოკუმენტში არ არის, ჩვენი რეგიონიდან მხოლოდ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი არის ნახსენები. ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დოკუმენტი არის ზოგადი, ძალიან დიდი არ არის, 35 გვერდიანია. მე რა თქმა უნდა, ძალიან მოკლედ გაგაცნობთ ამ დოკუმენტს, თუმცა ეს არ არის დეტალური დოკუმენტი, არის უფრო ზედაპირული ასეთი გარკვეულწილად საჯარო ცხადია ანალიზი. და დავიწყოთ იმით, თუ რა საკითხებს მოიცავს ეს დოკუმენტი. პირველ რიგში იწყება სამშობლოს გვერდით, ანუ რომელიც გულისხმობს შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკითხებს. კერძოდ, პირველი არის საზღვრის უსაფრთხოება და ამაში შედის უკანონო ნივთიერებების გასაგებია ხო, რაც გულისხმობ YouTube-ზე უბრალოდ შეზღუდულია მაინც და მაინც ტერმინოლოგიის გამოყენება. ნივთიერებების უკანონოდ გადატანა შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მექსიკიდან იგულისხმება და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ლათინურ ამერიკაში და აი ამ ნივთიერებების მეშვეობით, ესე იგი, ის პრობლემები, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაში იქმნება. შემდეგი არის ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფები და ბოლოს დროს მექსიკაში კარტელების წინააღმდეგ ბრძოლა რომ იყო, ზუსტად აი ამ ლოგიკას უკავშირდება და შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ სწორედ დასავლეთ ესე იგი აი ამ ნაწილში, დასავლეთში შეერთებული შტატების გავლენის არეალში, ანუ ამერიკის კონტინენტზე, როგორც ჩრდილო ასევე სამხრეთ ამერიკაში, ეს საკითხი აუცილებლად სასწრაფოდ მოსაგვარებელია და აქვე შეერთებული შტატები საუბრობენ ვენესუელაზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეზე და მექსიკის მიმართულებითაც გარკვეული ოპერაციის წარმოებაზე. მექსიკაში იცით რომ დაიწყო, ჩვენ ამაზე გვისაუბრია თქვენთან ერთად, ვენესუელაზე საერთოდ მრავალი ანალიზი მოვამზადეთ, როდესაც ეს თემა იყო მსოფლიო დღის წესრიგში, წლის დასაწყისში და შესაბამისად თქვენთვის კარგად გასაგებია თუ რასთან გვაქვს საქმე. მიგრაცია არის შემდეგი საფრთხე და შეერთებული შტატების მიერ უკონტროლო მიგრაციული ნაკადები, სწორედ ამას უნდა დავუკავშიროთ შეერთებული შტატების სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, რომელსაც ვაკვირდებით სხვადასხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა, ეს ასევე ასეთი ღია და პირდაპირი მნიშვნელოვანი გზავნილი არის, რომ შეერთებული შტატები სრულად ცვლის თავის მიგრაციულ პოლიტიკას და მდგენელს და ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა ზოგადად რას უნდა ველოდოთ მიგრაციის კუთხით. ტერორიზმი კიდევ ერთი მიმართულება არის, აქ პირდაპირ ნახსენებია ისლამისტური ტერორიზმი ბჭყალებში, ალ-კაიდა, ISIS ან დაეში, ანუ ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაცია და აქ არის ასევე ნახსენები შეერთებული შტატების ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში, იემენში და სხვა ადგილებში ამ ტერორისტული ორგანიზაციების განადგურებას. ძალიან საინტერესო გზავნილია ისლამისტური იდეოლოგიის, ხო, ისლამიზმს გამმარტავ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება ისლამის რელიგიას. ეს არ არის თავად ისლამის რელიგია, ისლამიზმი ისლამისგან იმითაც განსხვავდება, რომ ტერმინიც სხვა არის, რომ ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია. აქ არის ნახსენები ძალიან საინტერესო, აი ეს ციტატა მერვე გვერდზე, რომ ისლამისტური იდეოლოგიის გავრცელება ზოგიერთ შემთხვევაში პიროვნებების და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ასოცირებული არიან მუსლიმურ საძმოსთან, ან ისლამურ საძმოსთან, ასეთი Muslim Brotherhood რაც არის, რომლებიც ფინანსურ და სხვა ტიპის მხარდაჭერას უწევენ ჰამას და ჰეზბოლას, წარმოადგენს ფუნდამენტურ საფრთხეს თავისუფლებისთვის და ფუნდამენტური პრინციპებისთვის დასავლური ცივილიზაციის და ამის ფარგლებში ასევე განიხილება ალ-კაიდას, ISIS-ის სხვა საკითხები,
ესე იგი და ნახეთ აქ რა იგულისხმება, ხო? პირდაპირ წერია რომ აქ არიან ჯგუფები, რომელთა მიზანი არის შარიატის დამკვიდრება, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის დასავლურ ფუნდამენტურ ღირებულებებს სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების და რომლის საბოლოო მიზანი არის ისლამისტური, პირდაპირ სწორად რო თარგმნოთ, ისლამისტური ხალიფატის სახალიფოს ჩამოყალიბება. და Muslim Brotherhoods, ანუ ძმებ მუსლიმებს უკავშირდება ეს საკითხი და ეს ორგანიზაცია უკვე აკრძალულია ავსტრიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ არაბულ უკაცრავად გაერთიანებულ სამეფოში და ასევე FTO-დან, ანუ უცხო ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული ასევე შეერთებულ შტატებში. მათი დაჯგუფებები. ნუ ეს საინტერესო არის, მე გითხარით ადრეც დაჯგუფებები შეერთებულმა შტატებმა თვითონ მუსლიმიზმები კი არ გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად. მუსლიმიზმების ეგვიპტეს, იორდანიის და კიდევ ერთი ქვეყნის თუ არ ვცდები სომალიზე იყო საუბარი თუ სუდანზე, მოკლედ მიმართულება გამოაცხადა რამდენიმე თვის წინ ტერორისტულ ორგანიზაციად. რატომ არა თავად ორგანიზაცია? ხო, საინტერესოა, იმიტომ რომ ძმებ მუსლიმებს რეალურად ხელმძღვანელობს ან საპატიო ლიდერი არის მაინც ამ ორგანიზაციის, ან ითვლება ლიდერად ამ ორგანიზაციის თურქეთის პრეზიდენტი ბატონი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. და რეალურად ითვლება რომ ეხლა თურქეთში მუსლიმი ძმები არიან ხელისუფლებაში, თავის დროზე ეგვიპტეშიც იყვნენ და მაშინ მოხდა კონკრეტული რევოლუცია, უბრალოდ სამხედრო გადატრიალება და სამხედროებმა აღადგინეს კონტროლი ეგვიპტეზე და ეს გააკეთეს კონკრეტულად დღევანდელმა გენერალმა, პრეზიდენტი არის უკვე ას-სისი და შეძლო ეს ამის გაკეთება. თურქეთში ეს როგორც გახსოვთ, წარუმატებელი აღმოჩნდა და შესაბამისად ის სამხედრო გადატრიალება არ შედგა და ამის შემდეგ თურქეთის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად იცვლება. ეს არის ძალიან საინტერესო ნიუანსი, აგრაც ნახსენებია და ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ თურქეთი რა კონტექსტში არის კიდევ ნახსენები, მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ პაკისტანიც არანაკლებად. ასევე შეერთებული შტატები თანამშრომლობს ერაყთან, პაკისტანთან, სომალისთან და სირიასთან, ოღონდ პირდაპირ ამ ქვეყნებთან კი არა, აი ამ მიმართულებით თანამშრომლობთო, რომ დავამარცხოთ ტერორისტული ორგანიზაციები, იმიტომ რომ საფრთხეს წარმოადგენენ, მათ შორის ავღანეთის მიმართულებით, მოკლედ მთელი ჩამონათვალი და სია არის აქ, რას უნდა ველოდოთ. და შემდეგ კიდევ ერთხელ ნახსენებია, რომ ჯიჰადისტური იდეოლოგია თამაშობს ყველაზე მნიშვნელოვან როლს მობილიზაციაში ანტიდასავლური ძალების, სწორედ ამერიკის წინააღმდეგ და ეს ნარატივები სუნიტურ სამყაროშიც აქტიურად ვითარდება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რომ შიიტურ სამყაროში აგერ ირანის მეთაურობით რა ხდება, კი იცით და სულ მაგაზე ვსაუბრობთ. ანტიდასავლური და ანტისემიტური, ანუ ასე ვთქვათ, ებრაელების წინააღმდეგ მიმართული ნარატივები გრძელდება მუსლიმ ახალგაზრდების მიმართულებით გავრცელებაში და აქტიურად ამას იყენებენ ეს ქვეყნები. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ აქ ასევე განიხილება ის, რომ შეერთებული შტატების და ისრაელის ერთობლივი ომი, საბრძოლო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ კონფლიქტმა შეიძლება გამოიწვიოს ტერორისტული ქსელის მსოფლიოში და ტერორისტული ასე ვთქვათ, გავლენების landscape არის ნახსენები ლანდშაფტის შეცვლა, ტრანსფორმაცია. ირანი და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციები, მათ შორის ჰამასი და ჰეზბოლაჰი, ესე იგი, სერიოზულად არიან დაზიანებული აი ამ ოპერაციების შედეგად. თუმცა, აქ ხედავთ, რომ შეიძლება გადაწყვიტონ ასიმეტრიული თავდასხმები განახორციელონ შეერთებულ შტატებზე და მათ მოკავშირეებზე რეგიონში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე არის საუბარი. ეს რა თქმა უნდა ფართო საფრთხე არის, მათ შორის ევროპის კონტინენტზეც. პრინციპში, რომ შესაძლოა გააქტიურდეს ასეთი ამაზე იყო ბოლო დღეების განმავლობაში აუსლენდერი არის ცნობილი ებრაელი სამხედრო ჟურნალისტი და მასთან ეთერში ერთ-ერთი ექსპერტი საუბრობდა იმაზე, რომ უკვე გააქტიურებული არიან გარკვეული ტერორისტული დაჯგუფებები ირანთან დაკავშირებული ევროპაში, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი არის სამშობლოს დაცვა, ასე ქვია თავს. და შეერთებული შტატები ხედავენ, რომ ესე იგი, ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე არის, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღისგან და აქ ამბობენ, რომ ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და პაკისტანი ავითარებენ აქტიურად, ესე იგი, ბირთვულ საფრთხეებს, რომლებსაც შეუძლიათ თავდასხმა სამშობლოზე. Homeland წერია, ანუ შეერთებულ შტატებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ნახეთ, ბირთვული იარაღი მეტ სახელმწიფოს გააჩნია, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, ასევე ისრაელს და ინდოეთს. არც ერთი ეს ქვეყანა არ არის ნახსენები. ნახსენებია ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. ასევე მნიშვნელოვანია ეს ძალიან პაკისტანი. აქამდე არ იყო პაკისტანი ამ პრიზმაში დანახული. ჩვენ ასევე უნდა დავინახოთ პაკისტანი აი ამ პრიზმაში იმისა, რომ კონკრეტულად ესე იგი საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის ბირთვული მიმართულებით. შეერთებული შტატები ელოდებიან, რომ 3000 ბირთვული ჭურვიდან, რომელიც ამ მომენტისთვის არსებობს, ბალისტიკური რაკეტიდან 16000-მდე გაიზრდება რაოდენობა, ესე იგი 2035 წლისთვის. ნუ წარმოიდგინეთ, რამხელა ზრდაზე არის საუბარი. მათ შორის ჩრდილოეთ კორეაც საფრთხეს წარმოადგენს, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი და რუსეთი აგრძელებენ საკუთარი ტექნოლოგიური საშუალებების განვითარებას. და ეს საკითხები არისო პრიორიტეტული, ესე იგი, ჩინეთის მაღალჩინოსნებს ეშინიათო ოქროს გუმბათი პროექტის, რომელიც შეამცირებს ამერიკის მოწყვლადობას ამ საკითხში. ესე იგი, და აქედან გამომდინარე, ესე იგი, შეცვლის მნიშვნელოვნად ლანდშაფტს ამ მიმართულებით და მდგომარეობას სამხედრო მიმართულებით, თუ სწორედ ეს ოქროს გუმბათი პროექტი განხორციელდება. შემდეგი არის არქტიკის მიმართულებით ვითარება. რუსეთი არის განხილული და ყველაზე დიდი ნაპირი გააჩნია არქტიკაზე რუსეთს. რუსეთს აქვს პრიორიტეტი, რომ მან დიაქტიუროს და რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ ამ მიმართულებით შეერთებული შტატებისთვის რისკების შექმნას. ეს არის მთავარი გზავნილი აქ. და ერთობლივად მუშაობენ, რა თქმა უნდა, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად არის შემცირებული უკრაინაში წარუმატებელი ომის შედეგად და ამის შედეგად ეს არის მიზეზი იმისა, რომ რუსეთი ვერ ახერხებს არქტიკის მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას და საკუთარი მიზნების რეალიზაციას ამ კუთხით. ეს არის დასკვნაში ძირითადი აქცენტი ამ მიმართულებით. და ჩინეთისთვისაც არქტიკა, რა თქმა უნდა, რჩება საკმაოდ რთულ მისაღწევ რეგიონად, მაინც ნებისმიერ შემთხვევაში იმიქედან გამომდინარე, რომ უშუალოდ იქ არ არის და მაინც მოშორებით არის. ტექნოლოგიური საკითხები არის შემდგომი. შეერთებული შტატების პრიორიტეტი არის ტექნოლოგიური დომინირების გაგრძელება. და აქ მთავარი კონკურენტი არის ერთადერთი ჩინეთი. შეერთებული შტატები არ განიხილავენ რუსეთს როგორც კონკურენტს ტექნოლოგიური მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მთავარი მიზანი არის შეინარჩუნოს კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა დომინაცია ხელოვნურ ინტელექტში, ასევე კვანტურ კომპიუტერებში. ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ტექნოლოგიების მიღმა ასევე უნდა ვთქვათ, რომ შეერთებული შტატები ხაზს უსვამენ იმას, რომ კონფლიქტების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს მეტყველებს ასევე იმაზე, რომ რისკებიც იზრდება საომარი დაპირისპირების, თან იცვლება ხასიათი კონფლიქტების და ეს არა მხოლოდ ღია და ფართომასშტაბიანი, არამედ მათ შორის ჰიბრიდული ომების სხვადასხვა პროქსი ჯგუფების მეშვეობით მართული ჰიბრიდული ომებია. აქ უნდა ვთქვათ, რომ იზრდება ასევე რისკები დაპირისპირების, რადგანაც პეკინი და მოსკოვი უყურებენ ვაშინგტონს, ხედავენ ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს და პარტნიორებს როგორც აგრესორებს და ცდილობენ, ესე იგი, მათი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას ევროპაში და აზიის და ესე იგი, წყნარი ოკეანის რეგიონში. გარდა ამისა, შეერთებული შტატები ვარაუდობენ, რომ ისეთ ქვეყნებს, მაგალითად,
როგორიც არის ეგვიპტე, ისრაელი, პაკისტანი, თურქეთი და გაერთიანებული არაბული საამიროები შეუძლიათ სამხედრო დახმარების პროქსი ძალების ან საკუთარი შეიარაღებული ძალების მეშვეობით კონფლიქტების განვითარების მხარდაჭერა. ხო, ეს პირდაპირ დადანაშაულება არ არის, რომ ომს დაიწყებს რომელიმე ეს ქვეყანა, მაგრამ გარკვეულწილად კონფლიქტების გაღრმავება, ხო? მოდით მოკლედ ვთქვათ, ვის სად შეუძლია, ხო? ისრაელის მასშტაბი გასაგებია, ახლა უზარმაზარი მასშტაბია, ირანი, ლიბანი, სირია, ისრაელი პრინციპში ეფექტურად აკონტროლებს აი ამ ვითარებას, იგი ჯგუფების და ასე შემდეგ. ანუ მათ შორის იწვევს ეს კონფლიქტებს, უბრალოდ კი არ იწვევს. ეს ისედაც უკვე არსებობს. ისრაელი როცა რეაგირებს, ვითარდება ეს პროცესები. ეს არის ერთი მიმართულება. პაკისტანი საინტერესოა, სავარაუდოდ ავღანეთის მიმართულება იგულისხმება, ისევე როგორც ინდოეთის მიმართულება. თურქეთი. თურქეთი ძალიან ცნობილია ამ კუთხით, მაგალითი გვაქვს მთიანი ყარაბაღი, სადაც თურქეთმა ასევე ვიცით მისი გავლენები და ასე შემდეგ. ერთი კონფლიქტი, მეორე არის სირია, ჩრდილოეთ კვიპროსი, ლიბანში შესაძლოა, საბერძნეთის მიმართულებით შესაძლოა, სხვა კონკრეტული ესეთი რეგიონი, ხო, სომალი, ლიბია და კიდევ თეორიაში სხვა და სხვა რეგიონები, მათ შორის თუნდაც პაკისტანი, სადაც მხარდაჭერა ჰქონდა ინდოეთთან ომის დროს. და კიდევ გაერთიანებული არაბული საამიროები, სუდანი, ისევ, როცა მოვდივართ სომალილენდი, იემენი, პაკისტანი გითხარით, ეგვიპტეც გითხარით, ყველა აქედან გითხარით, მოკლედ. ეს არის მდგომარეობა. შემდეგ უკვე საუბარი იმაზე არის, რომ კონკურენცია მნიშვნელოვნად ვითარდება უკვე კოსმოსში და აქ უკვე რუსეთი აღარ არის კონკურენტი შეერთებული შტატებისთვის და მთავარი კონკურენტი არის ჩინეთი. ისევ ჩინეთი, რუსეთის პოზიციები არის დასუსტებული ამ მიმართულებითაც. და რა თქმა უნდა, არის გარკვეული საფრთხეები ჩინეთის მიმართულებით აქტიური წარმოების, სხვადასხვა შესაძლებლობის და ასევე კოსმოსის მიმართულებით და ასევე რა თქმა უნდა შესაძლოა რუსეთსაც ჰქონდეს გარკვეული ტექნოლოგიები ამ მიმართულებით და განვითარება. კიბერ თავდასხმის მიმართულებით მთავარი რისკები არიან ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და კერძო ჯგუფები, ასე ვთქვათ, ესეც მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს. შემდეგი საკითხი უკვე მოდის რეგიონალურ გამოწვევებს და რეგიონალურ გამოწვევებში ნახსენებია 4 ქვეყანა, რომელიც ამერიკის სტრატეგიული კონკურენტი და პოტენციური მოწინააღმდეგე ან საფრთხე არის შეერთებული შტატებისთვის და ეს 4 ქვეყანა არის ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აქედან ჩვენ, ანუ საქართველო, რომელიც იყო შეერთებული შტატების მოკავშირე, ეხლა რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაყინული გვაქვს, ქართულმა ოცნებამ შეძლო და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დადო შეთანხმება და მერე ჩინეთთანაც, ჯერ პარტიათა შორის და ასე შემდეგ, პრორუსული განწყობები და ქმედებები და ასე შემდეგ ნარატივები როგორია, კი იცით, მაგრამ ღიად ბევრი რაღაც გაკეთება უჭირთ, მაგრამ ბევრი რაღაცაც გაკეთდა ღიად და ირანის მიმართულებითაც იცით ეს გზავნილები. ასე რომ აქ უკვე აი გამოდის, რომ შეერთებული შტატების სამი მთავარი მოწინააღმდეგის ამ ტრის მიმართულებით საქართველო არა, ქართული საზოგადოება არა, ქართული ოცნება, მმართველი პარტია ნამდვილად აქეთკენ იხრება საკუთარ საგარეო პოლიტიკურ ვექტორში და ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ვთქვათ, როცა შეერთებული შტატები ამბობენ ღიად, რომ ეს სამი ქვეყანა, რუსეთი, ჩინეთი, რუსეთი, ირანი არიან საფრთხე, არიან მოწინააღმდეგეები, ყველა ვინც მათთან არის ამერიკის წინააღმდეგ, ან ამერიკასთან აღარ არის და მათთან არის, ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იმას, რომ დანარჩენებთან შეიძლება დააბალანსო. მაგრამ ადრე ჩვენ როგორ ვიყავით, კაი, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ადრე როგორ ვიყავით? ვიყავით ამერიკის მოკავშირე, ჩინეთის პარტნიორი, რუსეთთან პარტნიორობა არ გამოდის, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები ირანთან, ნორმალური ესეთი შორი ურთიერთობები. დღეს სად ვართ? ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობები, რუსული გავლენები წარმოუდგენელი, ჩინური გავლენები და პარტნიორობა უზარმაზარი მასშტაბის, ირანის მიმართულებითაც კი იცით.
როგორ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში ოფიციალური ჩვენი პოლიტიკა და როგორ გაღრმავდა. ასე რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის, რადგან შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში ჩვენ მოწინააღმდეგეთა ბანაკში უნდა განვიხილოთ. და თუ ამას გავაკეთებენ, უნდა გავთვალოთ მათ შორის რისკები აქედან გამომდინარე, როდესაც შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეთა ბანაკში ვართ. ან აღმოჩნდებით. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ სხვა რისკები, რაც აქ ნახსენებია, პრინციპში კიდევ ჩინეთზე არის ცალკე მიმოხილვა, რომ ჩინეთს აქვს ამბიცია, რომ კონკურენცია გაუწიოს შეერთებულ შტატებს და ხელი შეუშალოს შეერთებული შტატების დომინირებას, განსაკუთრებით ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომლებიც შეერთებულ შტატებს მტრის ფორმატით უყურებენ და აქედან გამომდინარე შეერთებულმა შტატებმაც უნდა საკუთარი პოზიცია ადაპტაცია მოახდინოს საკუთარი პოზიციების ამ მიმართულებით. ჩინეთის და რუსეთის ალიანსიც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი საფრთხე არის, რადგან ხედავთ მათ თანამშრომლობასო. ტაივანის მიმართულებაც არის მნიშვნელოვანი, ნახსენებია, რომ ესე იგი კონკრეტულად ტაივანის თემა გაგრძელდება, კერძოდ ეცდება ჩინეთი დიპლომატიურად მოგვარებას, ასევე ემზადება სამხედრო მოქმედებებისთვის. და ამ მომენტისთვის ჩინეთის ჯარი სპეციალური სახელწოდება აქვს, მოკლედ, ემზადება გარკვეული პროგრესისთვის, ანუ აქვს გარკვეული წინსვლა საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ ეჭვი-ეპარება შეძლებს თუ არა ტაივანის დაკავებას, თუ შეერთებული შტატები ჩაერთვებიან ომში ტაივანის შემთხვევაში, ეს საკითხი არის დღის წესრიგში. შემდეგი საკითხი უკავშირდება კონკრეტულად სამხრეთ ჩინეთის ზღვას, იაპონია-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბულობას, ამაზე გვისაუბრია. მერე მოდის ჩრდილოეთ კორეის საფრთხეები, მათ შორის კორეისგან მომდინარე საფრთხეები, სტრატეგიული იარაღი, ბირთვული იარაღი და ასე შემდეგ. გასაგებია ხო ეს მიმართულება პრინციპში. პაკისტანის თემა კიდევ ერთხელ არის ნახსენები, აქ როგორც პოტენციური საფრთხე, მათ შორის თუ განვითარდება ისეთი შესაძლებლობები, რომლითაც შეუძლიათ შორეული მანძილებზე დარტყმების განხორციელება ბირთვული იარაღით. პაკისტანის და თალიბანის ურთიერთობების დაძაბულობას ასევე აქვს ნეგატიური გავლენა უსაფრთხოებაზე ამ მიმართულებით. ევროპის მიმართულებით ნახსენებია, რომ ევროპა რჩება მთავარი ეკონომიკური და სამხედრო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ევროპული ქვეყნებს გააჩნიათ უზარმაზარი მნიშვნელობა მათ სიძლიერეს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის. თუმცა დემოგრაფიას ხედავენ როგორც პრობლემას აქ რეალურად და ასევე ხედავენ მიგრანტების პრობლემას როგორც სერიოზულ გრძელვადიან პრობლემას სწორედ ევროპული მიმართულებით, იმიგრაციის მიმართულება, მუსლიმური საძმო, რომელიც თქვით ჰამასი, ეს საკითხები პრინციპში განიხილება ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად. მერე მოდის ევრაზია. ევრაზიაში ნახსენები არის ისევ რუსეთი, რომელიც ცდილობს შეერთებული შტატების ინტერესის ხელყოფას ევრაზიაში, მათ შორის უკრაინაში ომის, ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან პარტნიორობის მეშვეობით და აქვე პრინციპში შემდგომ მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილი, რომელიც ჩვენ რეგიონ სამხრეთ კავკასიას ეხება. საუბარია იმაზე, რომ შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო სამიტი, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს გაიმართა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შეუძლია ორი ქვეყნის შორის მშვიდობის, ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა და ხელს უწყობს რეგიონალურ სტაბილურობას. მშვიდობის სამიტი, რომელიც მოიცავდა სამშვიდობო დოკუმენტის წინასწარ ხელმოწერას და ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობის და კეთილდღეობისთვის განვითარებას, რომელიც იქნება შეერთებული შტატების მართვის ქვეშ, დააკავშირებს აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახიჩევანთან, სომხეთის სამხრეთ სომხეთის ტერიტორიით და გახსნის სავაჭრო შესაძლებლობებს როგორც ორივე ქვეყნისთვის პირდაპირ არის ნახსენები და აქ არის ნახსენები ის, რომ უკვე გაიხსნა გარკვეული სავაჭრო კომუნიკაციები ამ ორ ქვეყანას შორის და ტრანზიტი
და შემდგომი ეტაპი გულისხმობს სომხეთში კონსტიტუციის ცვლილებას, სადაც დამოუკიდებლობის აქტში ნახსენებია მთიანი ყარაბაღი და კონსტიტუციის ცვლილება არ არისო გარანტირებული, იმიტომ რომ რეფერენდუმი ჭირდება. გრძელვადიანი პროცესია, მოკლედ ეს საკითხი თავად კონსტიტუციის ცვლილება, თუმცა რეალურ მშვიდობას ხელს არ უშლის, უფრო დამოკიდებულია ეს ყველაფერი არჩევნებზე. მე პირდაპირ გეტყვით, ანუ 7 ივნისს არის ახლა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს მომავალს ამ მათ შორის ამბის გულისხმობ კონკრეტულად სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა. შემდეგ მოდის რუსეთი, უკრაინა და აქ ხედავთ, რომ რუსეთს პრინციპში აქვს უპირატესობა ჯერჯერობით აი საომარ მოქმედებებში, ანუ წინ მიიწევს ოდნავ, მაგრამ რუსეთი მიიწევს წინ და არა პირიქით. მოსკოვი დარწმუნებული არის, რომ შეძლებს გამარჯვებას, თუმცა ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი არისო. ამავდროულად, რაც უფრო კონფლიქტი ღრმავდება, რისკები იზრდება ნატოს ომში ჩათრევის და ამიტომ ეს პრობლემა არის სერიოზული, მათ შორის იყო თავდასხმებიო პოლონეთზე მაგალითად და ასე შემდეგ, დრონებით და ასე შემდეგ რაც იყო და ეს სერიოზული საფრთხეა და ამიტომ ეს საკითხი უნდა ასევე მოგვარდეს. დღის წესრიგში რჩება. შემდეგ მოდის ახლო აღმოსავლეთი, აქ პრინციპში განსაკუთრებული არაფერი ახალი არ არის, სულ საუბრობთ ამაზე. 7 ოქტომბრიდან დაწყებული ვითარება, ჰამასი, ჰეზბოლა, ესე იგი, დასავლეთ სანაპირო, ან იუდეა და სამარეა, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი, რა ხდება იქ საამიროების საუდის არაბეთის მიმართულებით, იემენში მიმდინარე საკითხები, რაზეც ჩვენ თქვენთან ერთად ასევე აქტიურად საუბრობდით. ქურთების საკითხი სირიაში და დრუზების საკითხი სირიაში, აქვე გეტყვით, რომ დრუზების მიმართულებით გარკვეული საინტერესო პროცესები დაიწყო შარაას უნდოდა, სანამ ეს თემა არ იყო აქტუალური, დრუზების საკითხის მოგვარება სირიაში და ისრაელმა დაბომბა შარაას ძალები და ხელი შეუშალა ამაში და თქვა დრუზებს შეეშვით, ხომ გითხარით თქო. ხო და ეს საკითხიც აქ არის ნახსენები, პრინციპში გაზას საკითხი ასევე არის ნახსენები. ირანი მოდის შემდეგი საკითხი, ირანი მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქმება, თუმცა ეს ღონისძიებები ეხლა მიზნად ისახავს ირანის საფრთხის აღმოფხვრას. აფრიკაში ძირითადი საფრთხეები მოდის ჩინეთის აქტიური ეკონომიკური ექსპანსიიდან და შემდეგ უკავშირდება ალ-კაიდას და ISIS-ის გავლენებს სომალიში, ნიგერიაში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. სულ ეს არის ვეცადე მაქსიმალურად მოკლედ, ესე იგი, გაგაცნოთ, რომ არ დაგღალოთ. ფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგი გადაცემის დროს.